კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, შინაურ ცხოველებზე ზრუნვას ემსახურება. სიახლეა ის, რომ ერთიან ბაზაში აღირიცხება ყველა ის ცხოველი, რომელსაც პატრონი ჰყავს. გაკონტროლდება სავალდებულო სამედიცინო მანიპულაციების აღსრულება, მკაცრად დაისჯება ცხოველზე ძალადობა. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. ცვლილებებით იზრდება მათი ვალდებულებები, ვინც ოთხფეხა მეგობარს უბლიან. მკაცრად გაკონტროლდება ვაქცინაციის და კასტრაციის წესების შესრულებაც. შინაური ცხოველების ელექტრონული ბაზის შექმნა კი მათი უკონტროლო გამრავლების პრობლემას გადაჭრის. ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ცხოველი იყოს მიკვლევადი, როდესაც ქუჩაში უმეთვალყუროდ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვინ არის მისი მეპატრონე, რომ ყისიერად გატარდეს შესაბამისი რეაგირებები. ეს შეუწყობს ხელს იმაში, რომ არ მოხდება ცხოველი უმეთვალყურეო და შესაბამისად არ მოხდება მისი უკონტროლო გამრავლება. 1 მარტიდან ცხოველთა მეპატრონეებმა უნდა მიმართონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს იმისთვის, რომ საკუთარი ოთხფეხა მეგობრები ერთიან ბაზაში დაარეგისტრირონ. ბაზაში თავს მოიყრის მონაცემები ყველა იმ ცხოველის შესახებ, რომელსაც პატრონი ჰყავს ან მათზე ზრუნავენ. ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანაში ვარ ნამყოფი, დიდ გამოფენებზე დაგვყავს ძაღლები და აბსოლუტურად ყველგან არის მოწესრიგებული. იქვე ვნახავთ ასე ქუჩაში აშვებულ ძაღლს ან დაუჩიპავ ძაღლს, რომელსაც რეგისტრაცია არ აქვს გავლილი და მესმის მეპატრონეებისთვის შეიძლება გასაგებად ცოტა რთული იყოს თავიდან, რა და როგორ არის საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ არის აქ რთული. ძაღლი უნდა ყავდეს საბელზე, უნდა ყავდეს დაჩიპული და უნდა იყოს რეგისტრაცია გატარებული ერთიან ბაზაში. კანონის აღსრულებისა და კონტროლისთვის კანონის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები. სავალდებულო იდენტიფიკაცია რეგისტრაციის არგავლა 1500 ლარი, სტერილიზაცია, კასტრაცია 1500 ლარი, ცოფის ვაქცინაცია 500 ლარი, გამრავლება თანხმობის გარეშე 3000 ლარი, ცხოველის მიტოვება ფიზიკური პირი 5000 ლარი, იურიდიული პირი 10000 ლარი, მოშენების წესების დარღვევა 1000 ლარი, მოშენება რეგისტრაციის გარეშე 5000 ლარი. მოშენების მორატორიუმის დარღვევა 10000 ლარი. მომდევნო თვეებში განისაზღვრება იმ ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი, რომელთა გამრავლება აიგრძალება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არის ჯიშიანი ძაღლების უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან გაყრილები. გამრავლდა სამწუხაროდ მეუსაფარი ძაღლების მეუსაფარი კადების რაოდენობაც და ამ ყველაფერში პირველ რიგში ბრალი ისევ და ისევ ჩვენ ადამიანებს მიგვიწვის. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენ ადამიანებმა, რომ როდესაც ცხოველი აქვს და ცხოველი გვყავს ჩვენს საცხოვრებელში, ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობა როგორც ჩვენი ბავშვების, ჩვენი ოჯახის წინაშე, ასევე ამ ცხოველების წინაშე. დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოველს დაასახიჩრებენ ან მას ზიანს მიაყენებენ. კანონი ჯარიმას 6 თვიდან 1 წლამდე შინა პატიმრობას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხოველის წამება, მის და მის სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით 1-დან 2 წლამდე შინა პატიმრობით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.